მოგესალმებით, თქვენ უსმენთ ლილიანის სათემო რადიოს, მე ვარ სვეტლანა ახალაძე და ვიქნები დღევანდელი გადაცემის წამყვანი. ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარია მშვიდობის კორპუსის მოხალისე ალექს კურკი. ალექს, მოგვიყევი შენ შესახებ, სად დაიბადე? გამარჯობა. ბედნიერი ვარ და სოთა ვღელავ. მე ალექსი კურკი ვარ, მშვიდობის კორპუსის მოხალისე. მე ვარ ორგანიზაციული და ინდივიდუალური განვითარების მოხალისე და მოკლედ ვეხმარები ჩემ თანამშრომლებს პროექტებში, ვისაუბრებ ჩემი სამუშაოს შესახებ. მე ვარ ამერიკიდან, ჩემი მშობლიური შტატია მონტანა. მონტანა არის მეოთხე ყველაზე დიდი შტატი ამერიკაში. დაახლოებით 4000 კვადრატული კილომეტრი, მაგრამ მისი მოსახლეობა მწერია დაახლოებით 1 მილიონი ადამიანი. მე ვიმუშავებ და ვიცხოვრებ კახეთში 2 წელი, 2026 წლამდე. თავს ვგრძნობ ძალიან იღბლიანად, რომ შემიძლია აქ ცხოვრება და რომ შემიძლია ქართული ენის, საქართველოს და კახეთის კულტურის სწავლა და რომ შემიძლია ვიყო ამ თემის სტუმარი და წევრი. ძალიან კარგი. მადლობა ალექს და მინდა გითხრა კომპლიმენტი, რომ ძალიან კარგად საუბრობთ ქართულად ამ მოკლე ხანში. მადლობა სვეტა. ალექს, გითხარი, რას აკეთებს მშვიდობის კორპუსი მსოფლიოში, საქართველოში და რა მიზნები აქვს მათ პროექტებს, პროგრამებს? მშვიდობის კორპუსი არის ამერიკული სამთავრობო, არაპოლიტიკური და არარელიგიური ორგანიზაცია. მშვიდობის კორპუსს აქვს 3 მთავარი მიზანი. პირველი, მშვიდობის კორპუსი ეხმარება ქვეყნებს, რომლებსაც ჭირდებათ გამოცდილი ადამიანები. მოხალისეები ვუზიარებთ გამოცდილებას და ცოდნას თემის წევრებს, რაც დაეხმარება მათ დამოუკიდებლად შექმნან პოზიტიური და მდგრადი ცვლილებები. მშვიდობის კორპუსის მეორე მიზანი არის ამერიკელების და ამერიკული კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლება. მოხალისეობის დროს მოხალისეები აზიარებენ მათ უნიკალურ კულტურას ამერიკიდან, მათ ღირებულებებს და ეცნობიან სხვა ქვეყნების კულტურას, ცხოვრების სტილს და ხალხს. და ბოლოს, მშვიდობის კორპუსის მესამე მიზანი არის სხვა ხალხის და კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლება ამერიკელებისთვის. მოხალისეები გაზიარებენ მათ გამოცდილებას, როცა დაბრუნდებიან ამერიკაში. ეს ხელს შეუწყობს კულტურის გასვლას, მოხალისეობას და საზოგადოებრივი საქმეების კეთებას. რამდენი წელია, რაც საქართველოში მუშაობს მშვიდობის კორპუსის პროგრამა და რამდენ მოხალისეს უმასპინძლა? წელს არის მშვიდობის კორპუსის 23 წელი საქართველოში. ჩემი აზრით, ეს არის საქართველოს და ამერიკის მეგობრობის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მაგალითი. 2001 წელს მოხალისეების პირველი ჯგუფი ჩამოვიდა საქართველოში. იქ იყო 21 განათლების მოხალისე. პირველი ორგანიზაციული და ინდივიდუალური განვითარების ჯგუფი ჩამოვიდა 2004 წელს. 2010 წელს მშვიდობის კორპუსმა დაიწყო მიზნობრივი მხარდაჭერის პროგრამა საქართველოში. იყო 15 მოხალისე, რომლებსაც ჰქონდათ სპეციალიზებული უნარები სხვადასხვა სფეროში, მაგალითად, გარემოს დაცვითი განათლება, ტურიზმი და ინგლისური ენის მასწავლებლების მომზადება. ჯამში 900-ზე მეტი ამერიკელი მუშაობდა მშვიდობის კორპუსში საქართველოში. ალექს, გითხარი, რა პროგრამები აქვს მშვიდობის კორპუსს საქართველოში და მიზნები? საქართველოში არის 3 პროგრამა. განათლების პროგრამა, ორგანიზაციული და ინდივიდუალური განვითარების პროგრამა და მიზნობრივი მხარდაჭერის პროგრამა. მოხალისეები მუშაობენ სკოლებში და ორგანიზაციებში.
ისინი ეხმარებიან ქართველ მასწავლებლებს და კოლეგებს. მოხალისეებს ხელფასი არ აქვთ. ორგანიზაციული და ინდივიდუალური განვითარების პროგრამის მოხალისეები, ისევე როგორც მე, 2 წელი მცირე და საშუალო თემებში ცხოვრობენ. მოხალისეები მუშაობენ სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებში საქართველოში. მათ უკვე აქვთ კარგი ცოდნა და გამოცდილება, ახალი უნარები. ისინი ეხმარებიან ორგანიზაციებს, რათა მხარდაუჭირონ თემებს, ქალებს, ახალგაზრდებს და მოწყვლად ჯგუფებს. მოხალისეები თანამშრომლობენ ადგილობრივ პარტნიორებთან და აკეთებენ სხვადასხვა აქტივობებს, მაგალითად, ტრენინგების ჩატარება თანამშრომლებისთვის და თემის წევრებისთვის პირად და პროფესიულ უნარებში, საგრანტო აპლიკაციების შექმნა და თემის საჭიროებების შეფასება და მდგრადი პროგრამების და პროექტების განვითარება. მეორე ტიპის მოხალისეები ასწავლიან ინგლისურს, მუშაობენ საჯარო სკოლებში, რეგიონის პატარა ქალაქებში და სოფლებში. ეს პროგრამა ფოკუსირებულია მოშორებულ ადგილებზე და მოწყვლად ხალხზე, განსაკუთრებით დევნილებზე და ეთნიკურ უმცირესობებზე. და განათლების მოხალისეები ეხმარებიან ქართველ მასწავლებლებს პედაგოგიური უნარების გაუმჯობესებაში და ინგლისურის გაკვეთილების დაგეგმაში. ასევე, მოხალისეები ეხმარებიან მოსწავლეებს ინგლისურად ლაპარაკში და სამოქალაქო უნარებში. მათ თემში ისინი ატარებენ ინგლისურის კლუბებს და საზაფხულო ბანაკებს ახალგაზრდებისთვის. და ბოლოს, მიზნობრივი მხარდაჭერის პროგრამის მოხალისეები თანამშრომლობენ ქართველ პარტნიორებთან, რათა განვითარონ მათი პროფესიული და ორგანიზაციული შესაძლებლობები და დაეხმარონ ბენეფიციარებს. ალექს, რა მოლოდინები გქონდათ, როცა ერთვებოდით შვიდობის კორპუსის პროგრამაში და რატომ გინდათ ყოფილიყავთ შვიდობის კორპუსის მოხალისე? ახლა მოგიხვებით მოკლე ისტორიას ჩემზე. მე ვსწავლობდი საერთაშორისო ურთიერთობებზე ამერიკის უნივერსიტეტში და კიდევ ჩეხეთში და ჰოლანდიაში. ევროპულმა კავშირმა დაფინანსა ჩემი სამაგისტრო პროგრამა და ეს იყო შესანიშნავი შესაძლებლობა ჩემთვის. ამ პროგრამით მე გავიგე მეტი მსოფლიოზე და უცხო კულტურებზე. ამან შესწვალა ჩემი ცხოვრება და მსოფლმხედველობა. მივხვდი, რომ მსოფლიო არის ძალიან მრავალფეროვანი ადგილი. მერე, როცა დავბრუნდი ამერიკაში, მე ვიმუშავე არასამთავრობო სახალხო დიპლომატიურ ორგანიზაციაში 4 წელი. ვმუშაობდი სხვადასხვა პროგრამაზე, მაგრამ ჩემი მთავარი როლი იყო გაცვლითი პროგრამა და ამ პროგრამის ბენეფიციარები იყვნენ შემდეგი რეგიონიდან, მაგალითად, საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ყაზახეთიდან, უკრაინიდან და რუსეთიდან. ყველა ბენეფიციარი იყო კარგი, მაგრამ ქართველი მონაწილეები იყვნენ ძალიან მეგობრული, ჭკვიანი, საინტერესო და ეფექტიური დიპლომატი მოქალაქეები. მე გადავწყვიტე, რომ გამეგო მეტი საქართველოზე 2022 წლის შემოდგომაზე. ვიხავი სტუმრად საქართველოში 2 კვირა, იმიტომ რომ ჩემი პროგრამის კონფერენცია იყო თბილისში. ამ 2 კვირაში გავიგე მეტი საქართველოს ისტორიასა და კულტურაზე და მაქონდა დიდი იმედი და მიზანი, რომ გამეგო კიდევ მეტი ამ ქვეყანაზე. ნოემბერიდან ვსწავლობდი ქართულს ონლაინ კერძო მასწავლებლებთან, ვკითხულობდი წიგნებს და სტატიებს საქართველოზე. მალე მივხვდი, რომ უნდა მეცხოვრა საქართველოში, რომ მესწავლა საქართველოს ისტორია და ქართული ენა.
და მნიშვნელოვანი იქნებოდა, რომ მომესმინა ადამიანებისგან სხვადასხვა პერსპექტივები და იდეები. ასევე, მნიშვნელოვანია იქნებოდა ჩემი კარიერისთვის, თუ მექნებოდა მუშაობის გამოცდილება სხვადასხვა კულტურის ხალხთან. უკვე მქონდა გამოცდილება მონიტორინგისა და შესფასებაში, პროექტის მართვაში და ტრენინგების ჩატარებაში. მინდოდა ამ უნარების გამოყენება ხალხის დასახმარებლად. ეს იყო საინტერესო გამოწვევა ჩემთვის და მეშვიდობის კორპუსი ამისთვის საუკეთესო გზა იყო. და ახლა კი აქ ვარ და ძალიან მოხარული ვარ. მადლობა ალექს, გითხარი. გაამართლა თუ არა თქვენი მოლოდინები, როცა ჩამოხვედით საქართველოში და დაიწყეთ საქმიანობა? რა თქმა უნდა. როცა მე და სხვა მოხალისეები ჩამოვედით საქართველოში, აპრილში, გვქონდა ტრენინგები. იმ ორ თვეში გვქონდა ქართული გაკვეთილები 20 საათი კვირაში და ასევე 20 საათი პროფესიულ სწავლებაში. და მიუხედავად იმისა, რომ მე უკვე მქონდა ტექნიკური უნარები და ვიცოდი ცოტა ქართული. მაინც მნიშვნელოვანი იყო კულტურულ განსხვავებებთან შეგუება. მე ძალიან მომეწონა ჩემი ქართულის მასწავლებლის პედაგოგიური სტილი და უკვე მენატრება ტექნიკური კურსის ტრენერები. მე ასევე ძალიან დავუმეგობრდი ზოგიერთ ამერიკელ მოხალისეს და ვფიქრობ, ეს მეგობრობა ციცოცხლის ბოლომდე გაგრძელდება. მინდა ვთქვა, რომ ძალიან მომწონს ჩემი თემი. ეს არის პატარა სოფელი, რომელიც გავს სოფლებს ჩემ შტატში, მონტანაში. აქ ყველა ერთმანეთს იცნობს და კარგი მეზობლობა აქვთ. ჩემ მასპინძელი ოჯახი და ჩემი მეზობლები არიან კეთილები და სტუმარ მოყვარები. და მიყვარს ჩემი ორგანიზაცია, ჩემი თანამშრომლები არიან მეგობრულები, შრომის მოყვარები და კარგი პროფესიონალები. ტრენინგების დროს მინდოდა მეცხოვრა ისეთ თემში, სადაც ვილაპარაკებდი ქართულად და ჩემი შრომა იქნებოდა დაფასებული. წარსულში ჩემ ორგანიზაციას ყავდა 4 მეშვიდობის კორპუსის მოხალისე და ეს არის მტკიცებულება იმისა, რომ მეშვიდობის კორპუსისა და ჩემი ორგანიზაციისთვის მდგრადი განვითარება და გრძელვადიანი თანამშრომლობა მნიშვნელოვანია. არის ზოგიერთი კულტურული განსხვავება, რომელიც უკვე გაიგე? კი, ერთი საინტერესო განსხვავება ამერიკას და საქართველოს შორის ეხება სამუშაო კულტურისა და ხალხის დამოკიდებულებას დროის მიმართ. ჩემი აზრით, შეგიძლია გაიგო ბევრი ქვეყანაზე, თუ შენ იცნობ ადამიანების სამუშაობის სტილს. ამერიკულ არასამთავრობო ორგანიზაციებში ვმუშაობ ძალიან ბევრს. ხანდახან 12 საათს დღეში. სამსახურში საქმე არის პრიორიტეტი და ჩვენ არ გვაქვს დრო თანამშრომლებთან საუბრისთვის. მაგრამ ჩემს ორგანიზაციაში არის განსხვავებული სიტუაცია. ჩვენ თან ვმუშაობ, თან ვაკეთებთ საქმეს, მაგრამ სოციალური კავშირი არის უფრო მნიშვნელოვანი აქ, ვიდრე ამერიკაში. ჩემი ორგანიზაცია არის დიდი ოჯახივით და ეს ფრაზა პოპულარულია ამერიკულ ორგანიზაციებში, მაგრამ ჩემი აზრით, ეს მხოლოდ საქართველოშია ასე. მაგალითად, ჩვენ გვაქვს ხოლმე ყავის შესვენება და სადილი ერთად, ყოველთვის ვლაპარაკობთ და ვხუმრობთ. მომწონს ქართული სტუმარ მოყვარეობა და ერთმანეთის ზრუნვა, რაც აშკარა ჩემ ორგანიზაციაში. ეს ზოგადად მნიშვნელოვანია, მაგრამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩემთვის, იმიტომ რომ ამ დროს ვიგებ მეც საქართველოზე და ვსწავლობ ქართულ ენას. ალექს, გითხარი, რას ფიქრობთ იმ გამოწვევებზე, რისი გამკლავებაც მოგიწევთ თემში და ორგანიზაციაში ინტეგრაციის პროცესში?
აბა, ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ქართული ენა ძალიან ძნელია. ქართულის სწავლა ჩემი მთავარი გამოწვევა და პრიორიტეტია. წარსულში ვისწავლე ბევრი უცხოენა. ესპანური, რუსული, ცოტა არაბული და ცოტა სომხური. მაგრამ არ მქონდა მოტივაცია და მიზანი, რომ მელაპარაკა თავისუფლად. თუმცა ქართულის სწავლა არის განსხვავებული მოტივაცია ჩემთვის და ახლა ძალიან ინტენსიურად ვსწავლობ და საქართველოში ჩამოსვლამდეც ვსწავლობდი. რას შეიძლება მეც ვსაუბრობ ქართულად ჩემ მასპინძელ ოჯახთან და თანამშრომლებთან. მაგრამ გულს ერფელად რომ თქვა, ხანდახან სამუშაო დღის მერე თვინი მერევა და ქართულად ვეღარ ვლაპარაკობ. მაგრამ მეორე დღეს ლაპარაკის უნარი მიბრუნდება. ქართულის სწავლა გამოწვევა ჩემთვის, მაგრამ ეს არის გზა იმის საჩვენებლად, რომ ფათივს ვცემ ჩემ თემს. ასევე იმედი მაქვს, რომ მუსიკას ექნება დიდი ადგილი ჩემ ინტეგრაციის პროცესში. მუსიკა ძალიან მაინტერესებს და მინდა მეტი გამეგო ქართული მუსიკის შესახებ. ვუკრავ გიტარაზე და ასევე ვაპირებ ფანდურის სწავლას, სანამ საქართველოში ვარ. უკვე ნელა-ნელა ვსწავლობ ქართულ სიმღერებს და იმედი მაქვს, რომ 2 წელში შემეძლება 15 ქართული სიმღერის დაკვირვა. მინიმუმ. ნახოთ რა იქნება. და ზოგადად, მე დაინტერესებული ვარ ადამიანების განსხვავებული პერსპექტივებით და გამოცდილებებით. ჩემი პირველი თვეები ჩემ თემში იყო ძნელი, განსაკუთრებით შეგუების პერიოდი. ამ დროს ქართული ენა დამეხმარა ადაპტაციის პროცესში. და სწორედ ამიტომ მე დღესაც ვაგრძელებ ქართული ენის უნარების გაუმჯობესებას. ალექს, გითხარი, რა შესაძლებლობების შექმნას გეკმავთ ორგანიზაციაში, რაც დაეხმარება თემს განვითარებაში? ჩემი როლი, როგორც მსხვიდობის კორპუსის მოხალისის, არის დავეხმარო ჩემ მასპინძელ ორგანიზაციას და ჩემ თემს მათი მიზნების განხორციელებაში. არა ჩემი კომპეტენცია თანამშრომლებს ვუთხრა რა უნდა გააკეთონ. ჩემი მოვალეობა მოვუსმინო მათ იდეებს და ვიპოვოთ გზები მიზნების მისაწევად. და მე დავეხმარები ჩემს თანამშრომლებს გაუმჯობესონ პროფესიული უნარები ისეთ საკითხებში, როგორიც პროექტის მენეჯმენტი, მონიტორინგი და შეფასება და გრანტების წერა. ასევე მე დავეხმარები მათ ინგლისურის სწავლაში. მე ასევე მოვაწყობ ინგლისურის კლუბებს ახალგაზრდებისთვის და ჩავატარებ ტრეინინგებს პირად და პროფესიულ უნარებში. მე უკვე დავწერე საგრანტო პროექტები ჩემს გუნდთან ერთად. ჯერ არ არის შედეგები, მაგრამ ახლა საგრანტო პროექტები ფოკუსურებულია დასაქმების უნარის გაუმჯობესებაზე, მედია წიგნიერებაზე და გარემოს დაცვით განათლებაზე. ეს თემები ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის და მაინტერესებს. ამიტომ მე მზად ვარ დაგეხმაროთ მსგავს პროექტებში, რომელებიც საზოგადოებას ჭირდება. და ბოლოს, ალექს, როგორ ხედავთ 2 წლის შემდგომ პერიოდს, როცა ასრულებთ საქმიანობას საქართველოში? მინდა დავეხმარო ჩემს მასპინძელ ორგანიზაციას გაუმჯობესოს მონიტორინგისა და შეფასების მეთოდები. ნათელია, რომ ეს ორგანიზაცია კარგ გავლენას ახდენს მის ბენეფიციარებზე, მაგრამ ამ ინფორმაციის ჩასაწერად და ეფექტიური გზების საფუძვლად მნიშვნელოვანია. მომავალში კიდევ უფრო გავლენიანი პროგრამების შემუშავება და განხორციელება. ასევე იმედი მაქვს, რომ ჩემი აქ ყოფნის შემდეგ ჩემი თემის ხალხს
ეწოდინება მეტი შეერთებული შტატების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ არ წარმოვადგენ ყველა ამერიკელის კულტურისა და თვალსაზრის, მაგრამ ვფიქრობ, რომ სოფლის შტატიდან ჩამოსვლა დამეხმარება ვაჩვენო, რომ ამერიკაში უფრო მეტი ადგილებია, ვიდრე ცნობილი ქალაქები ქვეყნის დასავლეთ და აღმოსავლეთ სანაპიროებზე. მე ასევე მინდა ვაჩვენო, რომ ამერიკელებს ანტერესებთ სხვა კულტურისა და პერსპექტივების შესწავლა. ეს არის მეშვიდობის კორპუსის მიზანი. გამოცდილების გაზიარება და ურთიერთგაგების გაზრდა. მე ის ვიცი, რომ მხოლოდ ერთი მოხალისე ვარ და არ შემიძლია დიდი ცვლილებების გაკეთება. მაგრამ იმედი მაქვს, რომ ჩემი აქ ყოფნის შემდეგ გამჯობესდება ორგანიზაციაში და თემში სიტუაცია და შეცვლება უკეთესობისკენ. ძალიან დიდი მადლობა ალექს საინტერესო საუბრისთვის და ძალიან დიდ წარმატებებს გისურვებ. შეგახსენეთ, რომ გერმანული საერთაშორისო ორგანიზაციასთან DVV International-თან ერთად ვახორციელებთ პროექტს სახელწოდებით მისი ხმა. პროექტის ფინანსური მხარდაჭერია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო. DVV International-ი პარტნიორობას უწევს გერმანულ სათემო რადიო Z, რომელიც პარალელ რეჟიმში ქართულ სათემო რადიოებს გაუწევს კონსულტირებას. მე კი დაგემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.